ეთერშია ხაზის რადიო. მოისმინეთ ამბები წარსულიდან. FM 94.7. ურადღება. ლაპარაკობს თბილისი. დღეს 1940 წლის 29 იანვარია. გადმოიცემა უკანასკნელი ცნობები. საფრანგეთის იმპერიალისტურმა პრესამ პირველ რიგში კი ჰავასის საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ჭორები ფინეთის ცეცხლგარდიელებთან ბრძოლის ფრონტის შესახებ. თითქოს ფინეთის ჟარებმა ყველა მხრივ გაარღვიეს ფრონტი, რაც მტკნარი სიცრუეა. ასევე სიცრუეა ცნობები თითქოს წითელ არმიას აქვს დიდი დანაკლისი ცოცხალ ძალაში. მართალია საბჭოთა ჯარს აქვს გარკვეული დანაკლისი, მაგრამ ეს უმეტესად აიხსნება უწევდამდგარი ყინვებით. რაც შეეხება ცნობებს, რომ თითქოს მოწვეულია გერმანელი ინსტრუქტორები წითელი არმიის რეორგანიზებისთვის, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ცხოველურ შიშს გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის სამხედრო ბლოკის პერსპექტივის წინაშე შეეძლო ეკარნახა საფრანგეთის სააგენტო ვაჟბატონებისთვის ეს სულელური და მტკნარი სიცრუე. თბილისის ორჯონიკიძის რაიონში დაიწყო 1921-1922 წლებში დაბადებულ იმ მოქალაქეთა მიწერა გასაწვევ პუნქტებზე, რომლებიც საშუალო სკოლაში სწავლობენ. მიწერისთვის სერიოზული მზადება ჩაატარეს ორჯონიკიძის რაიონის სამხედრო კომისარიატმა და კომკავშირის თბილისის ორგანიზაციის ორჯონიკიძის რაიკომმა. მისაწერი პუნქტი გაფორმებულია ბელადის პორტრეტებით, პლაკატებით და ლოზუნგებით. მოწყობილია ლენინის ოთახი. მიწერის პირველ დღეს პუნქტზე გამოცხადდნენ გათვალისწინებულზე მეტი ამხანაგები. საექიმო კომისიის მუშაობამ ცხადყო, რომ გამოცხადებული ახალგაზრდობა ჯანსაღი და ბრძოლის უნარიანია. თბილისში მიმდინარეობს საკავშირო კონფერენცია დრეკადობის თეორიის საკითხებზე. დღეს დილის სხდომაზე მოსმენილი იქნა მოსკოველი პროფესორის სერგი მიხლინის მოხსენება კამერათა შორის ჭინვების ანგარიშის საკითხისთვის. შემდეგ კონფერენცია მოისმინა თბილისელი პროფესორის ილია ვეკუას მოხსენება სტაციონარულ რხევათა განტოლების ზოგადი ამოხსნის წარმოდგენაზე 2-3 განზომილებიან სივრცეში და თბილისელი დოცენტის მაღნარაძის მოხსენება დრეკადობის თეორიის ძირითად ამოცანებზე კუთხურწერტილებიანი კონტურებისთვის. საღამოს სხდომაზე გაიმართება ამ მოხსენებათა გარშემო აზრთა გაცვლა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აკადემიკოსი ნიკო მუსხელიშვილი, პროფესორი ილია ვეკუა, პროფესორი ვიქტორ კუპრაძე და სხვები. აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის ინიციატივით შოთა რუსთაველის თბილისის მუზეუმმა შეაგროვა ძველი ქართული ფრესკების, ფრესკული და ქვის ჩუქურთმების ნიმუშების ძვირფასი კოლექცია. ორნამენტების 100-მდე და ბარელიეფების 30-მდე ნიმუში იძლევა საინტერესო მასალას იმ ეპოქის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და სამკაულების შესასწავლად. ასევე ასახულია შრომითი პროცესები, იარაღის დამზადება და ასე შემდეგ. ორიგინალების პირები გადაიღეს მხატვრებმა მერი მიქელაძემ, შალვა აბრამიშვილმა და გიორგი ერისთავმა. გადმოიცემოდა 1940 წლის 29 იანვრის უკანასკნელი ცნობები.